თამარ ჩერგოლეიშვილმა მომიწყნა სტატუსი და იმედი მაქვს, რომ ბაბლი მე ახლა არ დამიწერს ამ ვიდეოზე, რომ ნანუკა ახლა ამის დრო არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის ეს კონფლიქტები იწყება თამარ ჩერგოლეიშვილისგან, თამარისგან და მე მესმის რომ მან მოირგო ის როლი, რომ თქვენ ამბობთ რომ ის გიჟია და ამიტომ ყველაფერი უნდა ეპატიოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში ესე არ არის. მოკლედ, თამარი ახშფუთთა იაგო ხვიჩამ გადაცემაში მკითხა, ვინ იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის დროს კურირებდნენ მაშინ მედია კონტროლს ვინც აწარმოებდა. და გადავწყვიტე რომ არ მეპასუხა ამ კონკრეტული სახელები და გვარებით და უთხარი რომ მე მქონდა ერთ კონკრეტულ ადამიანთან შეხება, მაშინ როდესაც პროდიუსინგში ვიყავით და აი მეტი დეტალიზაცია არ მინდოდა, მაგრამ თამარი რისი თამარია რომ აი სადღაც და არ გამოხტეს და ნუ რადგან გამოხტა, მოდი ვუპასუხოთ თამარს. პირველი რამდენი ისწავლე თამარ, რამდენი იწვალე, რამდენი არ ვიცი, იმეცადინე, რამხელა გამოცდილება მიიღე და მაინც ნანულა დარჩი. მაინც გონია რომ თუ მე ნანულას დამიძახებ, ამით დამაკნინებ. წუხვარ, იმიტომ რომ შენი განვითარების ქალს, გოგოს მგონია რომ აი ნანულამდე დიალოგი არ უნდა დაგყავდეს. ოკეი, ნანულაში პრობლემას ვერ ხედავ, გავაგრძელოთ დიალოგი. მე არ მიგულისხმი ხარ შენ. შენი მაშინდელი როლი და ფუნქცია იყო ერთადერთი ის, რომ პირადი ინიციატივებით გამოირჩეოდი და შეგეძლო რომ ისტერიკით გერეკა აქა-იქ მე მახსოვს ერთხელ მე დამირეკე ისტერიკით, ნათია ფანჯიკიძე რომ ყავდა სტუმრად და როგორ გაბედე ეს ქალი რომ სტუმრად ყავდა, უმითხარ, იმიტომ რომ მაშინ შენ ძირთად მას აშავებდი როგორც კონკურენტის მეუღლეს და მე რომ გითხარი რომ ამ ქალით აღფრთოვანებული ვარ თქო მახსოვს გააგრძელე რომ მე ვიყავი დაბალი განვითარების და იმიტომ ვიყავი ნათიათი აღფრთოვანებული მე მახსოვს ჩვენი ეს დიალოგი ალბათ ჩვენს გახსოვს და ძალიან კარგი რომ მაშინ გიორგი არვალაძეს საკუთარი გავლენები ჰქონდა და რო იძახდით რომ მავნებელია ჟორჟოლიანი და გაუშვით არხიდანო მაშინ არ დაგიჯერეს და გიორგის გავლენებმა გაიმარჯვა ამ შენს ისტერიკაზე იმიტომ რომ შენ ვერ ეგუებოდი იმას, რასაც ვერ აკონტროლებდი და ვერ ეგუებოდი იმას, რომ იმედზე ჩემს გადაცემაში ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა და შენ უბრალოდ არ გავასწავდი. მაგრამ შენ არასოდეს არ აკონტროლებდი და შენთვის ამხელა უფლებამოსილება ნაცებს არ მოუციათ მაშინ. მე ვიგულისხმო შენი ქმარი. და მე მართლა ვერ ვიგებ ახლა ამ ომში რატო შემომიყვანე და აი ამ დეტალების დაკონკრეტება რატომ აიძულე. არ მინდოდა, ფაქტია, რომ დომოდა გიგას დასახელება აუცილებლად ვიზამდი, მაგრამ შენ რისი თამარი ხარ, რომ რაღაცაზე ისტერიკა არ მოაწყო, თან ანჩხლი ისტერიკა და ნუ თუ გინდოდა ანჩხლი ისტერიკა, მაშინ გიპასუხებ, კი, თამარ. შენი ქმარი იყო ის ადამიანი, რომელიც იყო უშიშრობის საბჭოს მდივანი თუ თავმჯდომარე თუ როგორც ერქვა და თან მედიას აკონტროლებდა ნაციონალების დროს. და თუ ამის მოსმენა გინდა და არ არის პრობლემა, ჩემო საყვარელო. ეხლა გააგრძელე ნანულა და ფეხების ბაკუნი.